უფალო, დღეს შენთან მოვდივარ, რომ მადლობა გადაგიხადო ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანებისთვის, ჩემი ოჯახისთვის. გმადლობ ამ სიცილითა და სიყვარულით სავსე სახლისთვის, დახმარებისთვის ყოველთვის მზადხელებისთვის და პატიების სწავლის მსურველი გულებისთვის. უფალო, გთხოვ, შემოდი ჩვენს სახლში. შენი სინათლით აავსე ყველა ოთახი. შენი თანდასწრებით დაიცავი ჩვენი ყოველი კუთხე. მოაშორე ყველაფერი, რაც სიბნელეს მოაქვს, შიშები, ბოროტი აზრები, ცარიელი ჩხუბი ყველაფერი, რასაც შეუძლია ჩვენი სიყვარულისა და ნდობის განადგურება. არც ერთი ბოროტი მზერა არ შეგხვდეს და არც ერთი მტკივნეული სიტყვა არ დამკვიდრდეს ჩვენს გულებში. გამოგზავნე შენი ანგელოზები, უფალო, ჩვენს გარშემო იდგნენ, როგორც ძლიერი ფარი. დაიცვან ჩვენი შვილები საფრთხეებისა და ცდუნებებისგან. დაგვიცვან, როცა გზაში ვართ, სამსახურში, როცა გვძინავს ამ მხიზლად ვართ. დაენ მათი სინათლე იყოს თითოეულ ჩვენგანზე ღამით, როცა შეშფოთებულები ვართ და დღისით, როცა დაღლილობას ვგრძნობთ. უფალო, მოგვანიჭე სიმშვიდე ჩვენს სახლებში. სიმშვიდე, რომელიც არ არის დამოკიდებული გარეგან ამბებსა და პრობლემებზე. მშვიდობა, სადაც კეთილ სიტყვებს ვამბობთ, თბილად ვუყურებთ ერთმანეთს და ჩვენი გულები ღია აპატიებისთვის. თუ ერთმანეთი გვაწყენინე, გვასწავლე, რომ წყენა არ ჩავდოთ გულში, არამედ მაშინვე დავმყაროთ მშვიდობა, როგორც შენ ყოველთვის გვეძებ, როცა შენგან მივდივართ. იყავი ჩვენს შორის, უფალო, ჩვენს საუბრებში, ჩვენს გადაწყვეტილებებში, ჩვენს ყოველდღიურ საქმეებში. დაე, ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, სიყვარულით იყოს სავსე და შენთვის სასიამოვნო იყოს. გვასწავლე, რომ შენ დაგინახოთ ყველა ახლობელ ადამიანში. აკურთხე ჩვენი ხელების ნამოქმედარი, რათა ყოველთვის გქონდეს საკმარისი პური და მადლიერება იცხოვროს ჩვენ სუფრაზე ამ პურთან ერთად. გვასწავლე, რომ წვრილმანებიც კი გავუზიაროთ ერთმანეთს. თუ სირთულეები წარმოიქმნება, ნუ მიგვატოვებ. თუ ცრემლები დაიღვრება და ისინი იმედად იქცეს. თუ რომელიმე ჩვენგანი დაცივდება, შენმა სიყვარულმა გაათბოს იგი. თუ ვინმე წაბორძიგდება და ეს სხვებმა არ განსაჯონ, არამედ მხარი დაუჭირონ მას, როგორც შენ უჭერ მხარს თითოეულ ჩვენგანს, როცა ვწდებით. ღმერთო, დაიცავი ჩვენი სახლის სხვების შურის ჯორებისა და ბოროტებისგან. მხოლოდ შენი ნათელი იმეფებს აქ და ეს ნათელი ჩვენი გულებიდანაც გამობრწყინდეს. დაგვეხმარე, რომ არ დავკარგოთ რწმენა შენში ან ერთმანეთის მიმართ. გვასწავლე რბილად საუბარი, ყურადღებით მოსმენა და სიყვარული არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ჩვენი ქმედებებითაც ყოველ დილით, ყოველ საღამოს, სიხარულსა და მწუხარებაში. ჩვენი მთავარი ენა იყოს სიყვარული და ჩვენი მთავარი ლოცვა გაგება. ოჰ, უფალო, დაიცავი ჩვენი შვილები. დაე მათი სულები განიწმინდოს და გაძლიერდეს შენი სინათლის ქვეშ. დაე ანგელოზებმა დაიცვან ისინი ყველგან, სკოლაში, ქუჩაში, თამაშებსა და ფიქრებში. დაე სიხარული ყოველთვის იცხოვროს მათ გულებში და შიშმა და სიბნელემ ადგილი არ იპოვოს. დაგლოცე, მშობლებო, რათა ვიყოთ მაგალითი ჩვენი შვილებისთვის, სიკეთის მაგალითი და არა მუდმივი გაღიზიანების რწმენის მაგალითი და არა შფოთვის. მოგვეცი სიბრძნე, რომ გვიყვარდეს უპირობოდ, ვისაუბროთ და ვიყოთ ჩუმად საჭირო დროს, რათა ჩვენი სიტყვები განკურნოს და არ ავნოს. დაგლოცე ჩვენი უფროსები, რათა მათი გამოცდილება იყოს ჩვენი მხარდაჭერა. დაე ისინი არასოდეს იგრძნონ თავი მარტოსულად. აკურთხე ახალგაზრდობა, რათა არ დაიკარგონ ამ ხმაურიან სამყაროში და ყოველთვის იპოვონ გზა შენკენ. უფალო, მიეცი ჩვენს ოჯახს ცოცხალი, თბილი და ერთგული გული. დაე ის თითოეულ ჩვენგანში, ჩვენს სიტყვებსა და საქმეებში ფეთქავდეს. დაე ყოველი დღე ლოცვით დავიწყოთ და მადლიერებით დავასრულოთ. და ყოველი საღამო ჩვენს სახლში იყოს უფრო მშვიდი, ვიდრე გარე ხმაური, რათა გავიგოთ შენი ხმა, რომელიც ამბობს, ნუ გეშინია. მე შენთან ვარ. შეინარჩუნეთ ჩვენი კავშირი და განამტკიცეთ ჩვენი სიყვარული. ნუ რაფერს დაგვაშოროს, არც სიამაყეს და არც წყენას. მოგვეცით ძალა, რომ რთულ დროს ხელი ჩავკიდოთ და ერთად ვიხაროთ კარგ დროს. გვასწავლეთ მარტივი ნივთების დაფასება, ღიმილი, სითბო, სასიამოვნო სურნელი, სიცილი. უფალო, გმადლობთ ყოველი დღისა და ღამისთვის, ყველაფრისთვის, რაც მოგვეცით და თქვენი სიბრძნისთვის, თუნდაც იმაში, რაც არ მიგვიღია. გმადლობთ სიყვარულისთვის, რომელიც ოჯახად გვაქცევს. დაე, ჩვენი ოჯახი იყოს შენი სახლი ტაძარი, სადაც შენ ხარ ჩვენი ცენტრი და სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია.
იყავი ჩვენი ძალა, ჩვენი სინათლე, ჩვენი საყრდენი. რწმენა იყოს ჩვენი ღუზა და სიყვარული ჩვენი ფრთები. როდესაც სახლს დავტოვებთ, და აი თითოეულმა ჩვენგანმა ეს სინათლე ჩვენში ატაროს, რათა გაათბოს და დალოცოს სხვები. ოჰ, უფალო და იცავი და გააძლიერე ჩვენი ოჯახი. შენი სიყვარული იყოს ჩვენს ყოველდღიურობაში. მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ამინ.